პატარაობიდან მოცნავდი მეზღვაურობაზე. მომწონდა ფორმიანი ადამიანები და საზღვაო აკადემიის გვერდზე ვცხოვრობ. მარშის დროს შეძახილები იყო და ეს ყველაფერი იმ დონეზე მიზიდავდა, ფანჯრიდან მე და ჩემი ძამიკო დავწევოდი და უყურებდი. ხიბლი იმ დროს მომივიდა, როცა დავიწყე გააზრება თუ რაოდენ საინტერესო და არაჩვეულებრივი იყო ეს ყველაფერი. მე ვარ ნათი ალაბაძე, პირველი ქართველი ქალი კაპიტანი. აი იმ დღეს დილა დაიწყო 6 საათზე. მთელი ღამის ხო გათენებული მქონდა, იმიტომ რომ გადავიკითხე რა შემეკითხებოდნენ იმას, ისიც არ ვიცოდი და რაღაცა. 45 წუთი გრძელდებოდა გასაუბრება და აი მე რომ გამომიყვანეს, მითხრეს რომ ახლა გარეთ დაელოდეო და მე გეტყვით რომ შედეგს დაგიძახებთ. სანამ შედეგს მივედით, მანამდე ხო მეგონა ძალიან მეშინოდა და რაღაცა ემოციებში რო ჩავარდები და ფიქრობ ნეტა სწორად ვუთხარი, არ ვუთხარი და კიდე დამემატებია, მეტი მეთქვა და რაღაც ასეთები და რო გამოვიდე და თეთრი ფურცელი აქვს ეს სპეციალური რომელსაც გაძლევენ. აი всё, უკვე შეიძლება რომ აიღოთ რაღაცა. იმენა შევარდი, ჩავეხუტე ყველას და აღტანანებული. მამა ჩემი ძალიან ამაყობს, დედა ჩემიც. აი რო გაიგეს და რო გადმომცეს დიპლომი, ხო დაურეკე სახში და უთხრა რომ ჩავაბარე რაღაცა, დედა ჩემი კიო და ტელეფონში გაუთიშე, კაი დავშვიდი. დავშვიდი, ყველაფერი კარგად იქნება. მამა ჩემო ვერ დაიჯერა. მართლა ჩააბარე, всё დამთავრდა. მე ხო საერთოდ ტელეფონი არ ჩერდებოდა და რო გაიგეს ყველამ და რაღაცა, მამიკო თქვენ ტელეფონი არ ჩერდება, არ ჩემი ვარ დედა შენისო. Are you so proud of you? Thank you. Congratulations. Thank you and so you much. will do the great things in the world. Thank you very much. მესამე კურსზე ვიყავი, როცა აღმოაჩინე სხვადასხვა კომპანიები, რომელსაც უნდა წაიყვანათ გემზე ნებისმიერი ადამიანი, მაგრამ იმის და მიხედვით, რომ ხალი ვიყავი, პირდაპირ CV-ში ეწერა, რომ მამაკაცი არ იყო ისეთი, რომ აი ეწერა გამოკვეთილად, რომ მამაკაცი უნდა ყოფილიყო და იქ შემდეგი განხილვას აღარ უნდოდა იმას. ჯერჯერობით ეს რა ვთქვათ, ჯერ არ მაქვს დაგეგმილი კაპიტნად რო წავიდე, იმიტომ რომ ჯერ ცალკე ტესტირება და ის უნდა გავიარო ჩემს ფირმაში. აი ამიტომ ჯერ ალბათ არ ვიცი ზუსტად, მაგრამ შევეცდები რომ წავიდე ახლა კაპიტნად და არა დაბრკოლება აღარ მაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ის სირთულეები რაც არის, აი ჩემი 11 წლიანი გამოცდილებიდან, აი მე ვთვლი რომ მე შემიძლია ეს გავაკეთო და წავიდე გემზე კაპიტნად. გადამფრენებს რო ეძახიან, რომ გადამფრენია და თბილ ქვეყნებში მიდიან, როგორ მოგზაურობენ იცით? აი გემზე ამოდიან და ჩვენ ვატარებთ, უფასო მგზავრები არიან გემზე. მრავალფეროვანი ეკიპაჟის წევრი რო ყავს, ხო? აი უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ მათ ტრადიციებს, მათ კულტურას, ეროვნებას, რელიგიურ სხვადასხვა ხედვებს და რაღაცას, აი იმ დონეზე სხვადასხვა ადამიანს ხვდები, რომ აი იმ ლაპარაკის დროსაც დრო გადის და გავიწყდება რომ გემზე ხარ. აი ერთად ფილმებს უყურებთ, ერთად მივდივართ და მეცადინეობთ ან რაღაცა, ან ხიდურაზე ერთად ვიკრიბებით და დაბადების დღეები, ეს ყველაფერი ერთად ხდება და აი ძალიან მიხარია ეს ყველაფერი, რომ რაღაცნაირად ცოტათი გაფხიზლებს იმ მომენტიდან, რომ იმ სტრესიდან, რაც გემზე გვაქვს. იმის გამო, რომ ხალი ვარ, აი ძალიან ბევრჯერ ყოფილა ის შემთხვევა, რომ ვაი ხვალე შევხვდები იმ ადამიანებს, რომელსაც არ ვიცნობ და როგორ წარმოუდგენი ვარ. თვითონაც აქვს ეს შეგრძნება, რომ ხვალია და რაღაც აი თუ შეუძლია და რაღაც. ამიტომაც თუ მამაკაც 30-40% უნდა გააკეთოს თავისი საქმის, მე 200 და 300% უნდა გავაკეთო და აი დავანახო, რომ მეც ეს შემიძლია და მეც ამის გაკეთება შემიძლია.
ჩემი სახლი ალბათ ორივედგან, იმიტომ რომ ზოგჯერ არის რომ იმდონეზე ფიზიკურად არა, მაგრამ ფსიქოლოგიურად ვიღლები, რომ მინდა რომ წამოვიდე აქეთ და დავისვენო ხმელეთზე, მაგრამ აი ის მომენტი რომ აქეთ 2-3 თვე რო გავჩერდები, არის ის მომენტი და სიზმრები უკვე იქით მესიზმრება, ეს უკვე რისი მანიშნებელია, იცი? დროა რომ იქ ზღვაში წავიდე და თვითონ ადამიანები ვინც შეხვდება და რაღაცა როდის ჩამოდი, როდის მიდიხარ? უკვე დიდი ხანი აქეთ ხარ, როდის მიდიხარ? ბათუმში მით უმეტესი თუ გიცნობენ აი ეს პირველი და მეორე შეკითხვა განუყრელი ნაწილია მეზღვაურის. ზოგი იძახის რომ აი არ ვარ თავისუფალი იქ და მე მაგაში ვიგრძენი თავისუფლება, რომ სოფლიო შვილი ხარ იმ მომენტში და გიხარია, რომ საზღვარი არ გაქვს. აი ბევრჯერ ყოფილა ისეთი შეგრძნება, როცა ისეთ ადგილას მომხდარვა, რომ მართლა საოცნებო ადგილი იყო და პატარაობაში სკოლაში რო დავდიოდი და ჩემი გეოგრაფიის მასწავლებელი მეუბნებოდა, რომ სინგაპური სად არის და წერტილს რო მიგვათითებ და დიდ რუკაზე. აი ეხლა რო სინგაპურში მოხვდები და აი მე იქ ვარ იმ წერტილში. ჩემი კაპიტნის ყველაზე დიდი შიში ალბათ ის იქნება, რომ emergency სიტუაცია იქ ზღვაში. მეტი არაფერი, იმიტომ რომ აი მინდა რომ თითოეულ მეზღვაურს ზურგის ქარი ქონოდეს ყოველთვის და აი სირთულეები არ გამოეცადოს, მაგრამ ვერასდროს ვერ აცდები იმ სირთულეს, მაგრამ ის მაინც რომ ცოტა გქონოდეს ჩვენ ცხოვრებაში და აი მაგი იქნება ალბათ ჩემი დიდი შიში. მე გემზე გენდერი ესე რომ ვთქვათ არა ვარ, იმიტომ რომ მე ვთვლი ჩემს თავს როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, არც გოგო, არც ბიჭი, იმიტომ რომ არ უნდა დაანახო, არ უნდა არ გძნობინო თავი. მე არასოდეს არ წამიღე სახლიდან იცის დედაჩემა და სულ სხვანაირად გამოვიყურები და აი რო აქ ჩამოვდივარ და კაბას და რაღაცას ვიცვამ და რო დამინახავ, ვაუ, რა მაგარია, რა კარგად გამოვიყურ. ეხლა რა ცუდად ვარ? იქ ერთი ნათია, აქ მეორე ნათია. ამ პროფესიაში, სადაც მეზღვაური ქვია, ეს არის მაქსიმუმი კაპიტანი, რომელიც მე შევძელი და გავხდი კაპიტანი.